ჩემო კაცებო ეს რასასწაული გაგიკეთებიათ ბიჭო მოკლედ ეს გამოსირებული სანაიაროა 14 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო რომ თურმე Facebook-ში დაუწერია რომ ეს მურუსიძეზე და ბოჟაძეზე ცუდები დაუწერია და კოცებმა 14 დღიანი მისცეს ბიჭო რასასწაული სამართალი გაქვთ ჩემო კოცებო მოკლედ ქალს ყბა თუ მოაგლიჯერ მნიშვნელობა არა აქვს რა შეიძლება აქ ეროვნებას გამიგე 5000 ლარიანი ჯარიმით გამოსული ხარ და აგერ თქვენს ინსტიტუციონალურ სირობაზე ვინმე რამე რო თქვას მოკლედ 14 დღიან პატიმრობას უსჯით საოცარია საოცარი მოკლედ იქეთ ის დიდად კი არ მეხატება გულზე ის სირქალა ის მზია ამაღლობელი მაგრამ იმან ჰაეროვნად რო აკოცა პოლიციელს ის ლამის 3 წელიწადი გიზით ციხეში ბიჭო და ხო რა ვიცი რაღაც თქვენ აგენტებს და პროჭებს ხო 2 დღეში უშვებთ გარეთ ან საერთოდ არიჭერთ ან ასე რამოდენიმე 1000 ლარიანი ჯარიმით ანთავისუფლებთ ახლა რისი თქმა მინდა იცი რას ემსახურება ეს თქვენი პოლიტიკა ერთი გასრულით რამდენ კურდღელს იჭერთ მაგალითად ხო ანუ გამოიყვანეთ სანაია გმირი და მარტო სანაიას დევნიან სანაიას დევნიან ქვეყანაში 14 დღიანი ციხე მიუსაჯეს დისიდენტს და ვერ გადაიტანს და ეგ რა ხდება და როგორ ხდება და სანაია საზოგადოებრივ სახეთ შევქმნათ ვინ აკეთებს ამას აკეთებენ კოცები და რა ვიცი ახლა მთელი ცხოვრება დედისტრახს გაგინებთ და ბარეხა გავწდები მე იმ ბოჟაძის და იმ თქვენი მურუსიძის გინებას რომელიც სააკაშვილის დროს 1000 ხლიანი საქმის ავტორი იყო სასამართლოში და პოდე პირდაპირ გეტყვით ბიძინა ივანიშვილის დედა შევეცი ბერა ივანიშვილის დედა შევეცი ყობახიძის დედა მოვტყან მამუკია მდინარაძის დედა შევეცი და ასე კიდე მთელი ხელისუფლების თქვენი და მთელი ოპოზიციის და თქვენი პოზიციის და თქვენი მოთამაშე და თქვენი ცირკაცში დედას ჩავთხარეს სულ აი ასე გეტყვით აგერ და რაც კიდათ ის მქენი ის მომისაჯეთ ის დამიდევით ის გადამიფურცლეთ სამართლებრივად და გადმომიფურცლეთ ამას გეტყვით ამას ვამბობდი და ამას ვიტყვი ყოველთვის და რაც შეეხება სამართლის ინსტიტუტის იმად გამოყენებას ბიძინა ივანიშვილის მათრახად გამოყენებას ეს აუცილებლად შემოგიბრუნდებათ უკან და როგორც ღარიბაშვილს შემოუბრუნდა უკან როგორც უშიშროების მინისტრს შემოუბრუნდა უკან და იმ ცოცხმა რომელსაც სხვას ურტყამდნენ ტრაქში თვითონ მოხვდათ ბოლოს აი ესე მოგივათ ბოლოში თქვენ სინამდვილეში კაცო გასასამართლებელი და საცემი ხალხის მეტი რა არის აგერ მაგალითად საქართველოს გენოფონ ჩვეულებრივ ყიდის უშიშროება ყიდის მდინარაძე ამ წუთას მაგი არის დაინტერესებული მაგითი და მთელი ქართული ოცნება რომ ეს უმუშევარი სამხედრო პირები რომლებსაც არც გამოცდილება აქვს სხვა სფეროში არ შეიძლება კონდეთ არც სახელმწიფო მიზრუნა მათზე გადამზადებაზე და იციან მარტო იარაღის გამოყენება ეს ცუდი კი არ არის სახელმწიფოს ოქროს ფონდია პირდაპირ მიდიან ტრანზიტით უკრაინაში საომრად რომ რაიმე ხელფასი აიღონ და ოჯახები არჩინონ ვერავის ვერ გავამტყუნებ სხვა ერთია მე რომ დანაბიჯებს გადმოვდგამ და გადავდგამ როგორც პიროვნება რომ სვის ქვეყანაში ომის სწორად არ მიმაჩნია ეს მე ჩემი პოზიციაა კაც გინდა უკრაინაში გინდა ავღანეთში გინდა ერაყში მე არცად სვის მიწაზე მე პირადად საომრად არ წავ ჩემი ქვეყანაა ვინე ეს რომ ტრანზიტია ქართული ხორცის გამხდარი და ეს იცის პროკურატურამ ეს იცის უშიშროებამ ეს იცის მთელმა ხელისუფლებამ და არაფერს არ აკეთებენ ამის აღსაკვეთად ამაზე დიდი საგინებელი და ამაზე მეტი დასაჭერი დღეს არავინ არ ჩვენივრად არიან კაცო ნაცები და კოცები აგერ 14 დღეში გამოვა ციხიდან ბოჟაძის გინებისთვის და რას ეტყვი ბიჭო შენ ბოჟაძის გინებისთვის იჯდა იქ და აქ იმისთვის მურუსიძე შეაგინა შენ სად იყავი ძმაო მაშინ ეს რომ მურუსიძეს აგინებდა სანაია წესი არ ქვეყანაში ამას 14 დღიანი მუხლი კი არ უნდა კონდეს ამას უნდა ჩამოერთვა ჟურნალისტის სტატუსი კაცო და იქ დაჯდეს მერე და გინდა ბლოგერი იყოს და გინდა ჯერ ერთი რაფასი აქვს ქვეყანაში სანაია სიტყვას ვინ ქმნის ამას სახეთ ქმნის ხელისუფლება იმიტომ ხელისუფლება სჭირდება ესეთი დებილი ესეთი არ მცოდნე და არ მქონი არანაირი ზრდილობისა და არანაირი ადამიანური აკადემიური სახის აი ესეთი დებილი სჭირდება აბა იქ რომ ვიღაცა სერიოზული ჟურნალისტი იყოს მაგის ადგილზე რომელიც კლასიკურად გამოუყვანს ამათ წირვას და რომელიც მაგალითად პოლიციას ხელს კი არ ჩაარტყამს როგორც ის ქალიუზით იქ ციხეში
გასაგებია მოარტყა არ მოარტყა როგორ მოარტყა და რანაირად მოარტყა ეს განშის სხვა თემაა მაგრამ პრესის წარმომადგენელს და რედაქტორს ხო აი ესეთი ბოდიში და რა ხელით და ფეხით არ უნდა უხდებოდეს რა სახელმწიფოსთან ოპონირება უნდა კონდეს მძიმე არგუმენტები და მისი კალამი უნდა იყოს მისი არგუმენტი კოცებს აბსოლუტურად სხვა რადიკალური შეხედულება აქვს სოციალურ სამართალზე, სისხლის სამართალზე, კონსტიტუციაზე ზოგადად, რომელიც 1000-ჯერ ტრაქში ამოიცვეს და ზოგადად ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, კრიმინალურ ვითარებაზე. არაფერს არ ვლაპარაკობ, გეოპოლიტიკის საოცარი გაგება აქვს. ირანში ჭირის უფლებად დადგებიან ბოლო-ბოლო, თუ საქმე ქვეყანას დაჭირდა, ბიჭო, ეგ შეშმაკს მიწებენ უკანალს. ბიძინას ბაუბაბებს გეფიცებით რა. ეგ არის ეს არის მწარე რეალობა რომლის დანახვა და გააზრება ბევრს არ შეუძლია ეს არის მწარე რეალობა კოცებმა ამითი გვითხრეს ჩვენ რა ვისაც გვინდა დავიჭერთ ვისაც გვინდა გამოუშვებთ ვისაც გვინდა მოვკლავთ ვისაც გვინდა მოვტყნავთ ეს ამას ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ მართავთ დღეს ხელისუფლებას ჩვენ მართავთ დღეს პოლიტიკას თუ ამას პოლიტიკა ქვია და ჩვენ გვაქვს ხელში ძალაუფლება თქვენ იყავით გასუსული. თუ არა მოვა ბიძია სუსი, მამუკი ამდინარაძე მოვა. ტაკუნებზე აგარ ტყამს ასახელს და გაგაჩერებს მამუკი, ბატონი მამუკი. გენერალ მაიორი მამუკი. ჩუმად იყავ, ვიჯო და მალოვერი იყავ ქვეყანაში ბიძინე რო არის, ბიძინე რო არ იყოს ქვეყანაში ომი იქნებოდა. კანონზე მაღლა დგას კაცი და სახე არის, კერპი არის და ვაკოცოთ ბატონ ბიძინეს. აბა სააკაშვილი არის ციხეში. რასაც უნდა გარეთ იმას ისე უთანხმებს დღესაც ბატონ ბიძინეს. ვისაც უნდა უშვებენ, ვისაც უნდა იჭერენ, მე რა, რაინდი ზის ციხეში. კოსტუმების გულისთვის ზის. მთელი ენერგეტიკა რუსებს მიყიდა და რას ლაპარაკობ? შენ სნაიპერულად ვინმე რომ მოგაფსას, იმაზე ქორწილში როზი ხარ, ვიღაცა რუსის ნაშამ, დაყვი გადადოს და გამოგაფსას 500 მეტრში, ესაა ქართველიერი შეურაცხყოფა. შენ რა ვაფშე რა იცი შენ ღირებულებები ქვეყანაში რა ხდება და როგორ ხდება დრო იყო და მთელ საბჭოთა კავშირს ბოსტნეულით არჩენდა საქართველოს დღეს თურქეთიდან შემოვა ამაზე რატო არავინ არ ლაპარაკობს რატო არ ლაპარაკობს რეალურად ამაზე სად არის სოფლის მეურნეობა შენ მოღალატე შენ ბიძინა მარტო ტრაქტორებში 5 მილიონი გადაიხადა ბიჭო თითო სოფელს რო გონოდა და მინისტრი დაიჭერა ბოლოს ტრაქტორების საქმეზე შენ ეთყობა იმ პამიდორს რო ჭამ ბიძინას სახელზე არ ახსენე კარგად მე ისვია ბახელი არ ვიცი რა ჩემო კარგებო ხა არის შემთხვევა სადაც ტრაგიკომიკურად უნდა შეხედოს სიტუაციებს მაგრამ რა უქნა რა 1000 დებილი არის გამოდგება მე ზოგი გამოსირებული და აქმის უნარი რო არა აქვს რა და შეგრძნების უნარი რო მისია რა მარტო მისი ეზო და იქით რო გავა რო იმას სურბს გადააშორდება მისი სახლის ეს მისი არ არის თვითკოს მის შვილს ის წინ არ დახვდება გამიგე და თუ აზრის გამოხატვა უნდა ჩააჯმული ეს Facebook-ზე სახელები აქვს გიორგი პაპუნა კუკუნა ცუცუნა მუმუნა კუკუნა ამერი სახელები აქვს და აზრს გამოხატავენ და შეგაგინებენ და მე დაიმალებიან იმიტომ რომ ეშინიათ ქვეყანაში აგერ სანაია დაიჭირეს და იმას რა არ დაიჭერენ აზრის გამოხატვის გულისთვის და საქართველოს სანამ ამ ბოდიში და ეგრეთ წოდებულ კანონად აქცევდნენ რა ბიძინა ივანიშვილის დირექტივას ვინ უნდა დაეჭირათ და ვინ უნდა არ უნდა დაეჭირათ მანამდე ჩემი Facebook-ის გვერდზე დაწერილი სიმართლისთვის რომ ბავშვების წამება მიდიოდა ხიდაშელის დროს რომ სისტემის მონაწილე იყვნენ ეს ნაბიჭვრები რომლებიც ვითომ დღეს ოპოზიციას ეტენებიან ივანიშვილის აწინააღმდეგოდ ამის გულისთვის პოლიტიკური რეპრესია მომიწყვეს და ძაღლის დღე გავიარე სად იყვნენ მაშინ ეს ხალხი ადამიანები რომლებიც საკუთარ აზრს საკუთარი სახელით და გვარით ვერ გამოხატავენ ისინი ქვეყნისთვის ომში წავლიან ომში კი არ წავლიან ისინი ელემენტარულად საკუთარი ზურბლის იქეთ სამშობლოს არ ცნობენ საკუთარი ყორე არის ამათთვის გამყოფი ზღვარი გარესამყაროსა და საკუთარ პირად შორის აბა რამე თქვი გადაირქმევს უცებს სახელად და გახდება გუგუნა პუპუნა და გუგუნა ცუცუნა და X65355B და შეგაგინებს უცებ დედის ტრანს აეგა ამათი ლაჩრული ფსიქოლოგია ამათი და
კიდე просто რა ვერ გამიგია, იცი და ვიღაცას არ მოწონს შენ იგინები, მე ქართულად მაინც ვიგინები მაგის დედავატრი, როცა საგინებელია, ვიზეც საგინებელია. ქართველი კაცი ბიჭო საქართველოში ინგლისურად რო იგინები, რა განსხვავება ის ვინც რუსულად იგინება რა. აი რუსული არ გინდა ენად, ხო? ინგლისურად რო იგინები საქართველოში, ეგ რას ნიშნავს? ინტერნაციონალური გინებაა და მოსულა? აი, აუ, ჩემი ისე დონეზე დაეცა ქართველი კაცი ისეთი სახეცვლილი გახადეს რა ამათ ჰიბრიდულ ომებში, რომ ადრე თუ რაღაცა სიამაყის და იმის სტუმარმასპინძლობის სიმბოლო იყო, გადააქციეს ისტერიულ პერსონად, რომელსაც შეუძლია რაღაცა კონცერტები დადგას ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებში რა. და გამოვლიანები და ზოგი ციხიდან გამოეხმაურება ამ ფაქტს, ზოგი იქიდან გამოეხმაურება ამ ბიჭო პოლიტიკურ თემად აქცევენ და მე იმას მოაწყობენ, რა ქვია, მსვლელობებს მოაწყობენ ქუჩებში. ხო, ეს ასე არა რუსეთს, არა იმას, არა ამას და საქმეზე რომ იდგება, საქმეზე რომ დადგება, დედამისის ტრაქში დაიმალება ყველა. რატო ესეთი მიტინგები 2008 წლის ომის დროს კომისარიატებთან არ იდგა? ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ ის ტიპები, ვინც ახლა ამას აკეთებენ, ხო, დედამისის ტრაქში ძვრებოდნენ. და რამდენი მინახია მე ნაცი, რომელიც უკრაინიდან ჩამოსვენებულ ბიჭების საფლავზე მიდიან იქ და თვითონ თვითონ იქ როგორ წავლიან, იქ ადამიანებს კლავენ, იქ წასვლა არ შეიძლება. სად არიან ეს ხაბაზების შვილები, სად არიან ეს დიმიტრი შაშკინის შვილები, საკაშვილის შვილები რატო არ მიდიან? რატო არ მიდიან იქ? ამ მისიებში რო გზავნიდა ქოცები ბიჭებს, ქოცების დროსაც ხო იყო მისიები, რატო ღარიბაშვილმა არ გაუშვა მისი შვილი? რატო ივანიშვილმა არ გაუშვა მისი შვილი? ეს არის რეალობა, პატრიოტიზმის დეფიციტია ქვეყანაში და გაგება შეცვლილი და შესხვაფერებული და შელესილი. დღეს მე ვარ, სალამე მაგ მე შენ გთავაზობ, რომ შენ ეს უნდა ირწმუნო. დღეს შენი სარწმუნოება არის ეს. შენ ამას უნდა ითაყვანო დღეს. ხვალ მე რაც იქნება, არ ვიცით, მაგრამ დღეს მე ასე მინდა. და შენ უცებ იღებ სახეს და კარგავ შენ მე არ გაგაჩნია შენი აზრი, არ გაგაჩნია შენი ხედვა ცხოვრებაზე, არსებულ პოლიტიკაზე და ბრმად ხდები ჩვეულებრივი მიმდევარი რაღაცა სექტის. უფრო პოლიტიკურ რელიგიური სექტის, რომელსაც ქვია ბიძინოლოგია. ახლა ბიძინოლოგია ქვია, მაგრამ ეს სარწმუნოება მათთვისაც მისაღები იყო, ვინც ადრე მიშოლოგი იყო. ასეა. საქართველოში არანაირი ბრძოლა პოლიტიკურ ორგანიზმებს შორის არა, ეს არის ყოველდღე ახალი თეატრები ხელისუფლების და ძალაუფლების გაყოფისთვის. დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი. და დანარჩენი რაც ხდება, ეს არის დადგმული ბატალიები, რომ თითქოს აი შეინარჩუნონ წნევა საზოგადოებაში. რომ ისინი ის მხარეები არიან, წითლები და ესენი მწვანეები არიან. არ არის ბრძოლა თეთრსა და შავ შორის. ეს არის დაახლოებით ერთი ფერის ორი გრადაცია, რომელიც ცდილობს დარჩეს სულ ურთიერთ ჭხუბში, შეინარჩუნოს წნევა და შეინარჩუნოს სტატუსი ქვეყნის მძარცველის და ქვეყნის გამანადგურების. რატო არავინ არ ლაპარაკობს ქვეყანაში, რომ საბანკო პოლიტიკა იმდენად დრაკონულია, რომ მოსახლეობას სულს უღებენ? რატო ამაზე არავინ არ ლაპარაკობს, რომ ქართველი მოსახლეობა დევნა მიმდინარეობს იმიდან, რა ქვია, საკუთარი საცხოვრებლებიდან, რომ ქართველი იძულებულია ჰიპოთეკით დაკურთოს საკუთარი სახლი, რომ ლუკმა ჭამოს და მე გაერჩება. შველიერთა ყველაფერი ხაზარაძე გაიქცა ქვეყნიდან. რა პრობლემაა? ჩაბარდა ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში პოლიტიკურ დევნილად, აქ ცდილობა გაასაღოს თავი. იქ დატოვებული ყავს როჟები, რომლებიც სულ საზრობენ ქართველებს. და ივანიშვილთან მანამდე არ ქონდა კონფლიქტი, სანამ ვითომ კონფლიქტი არის. სანამდე ხელისუფლების გაყოფა არ მოინდომეს და მილიონების გაყოფა არ მოინდომეს იქ. ეს არის რეალობა. და ეს ერთი ფერის ორი ტონი იბრძვის იმისთვის, რომ მარადიულად აჯდნენ ქართველებს თავზე. და ეს უნდა მე კიდევ ამბობ ამას რა. ამას არანაირი არჩევნები არ უშველის. ამას ჭირდება ტოტალური რევოლუცია და ტოტალური აჯანყება. ქართველი ელი უნდა აჯანყდეს საკუთარი გენოფონდის გადასარჩენად, საკუთარი ინტერესების გადასარჩენად. არც ერთი სასარგებლოდ, მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ერის სასარგებლოდ. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის.